არმაზის ხეობის ტურს აკეთებს. ამბობს, რომ ამ ხეობაში არის უძველესი პირამიდა და ამ პირამიდას აქვს ძლიერი მაგნიტური ველი. ამბობს, რომ სურვილს ასრულებს. ასევე ამ ხეობაში ჩნდებიან პლაზმოიდები. როგორც კი მივედით, რაღაც უცნაური ხდებოდა. ვიგრძენი, რომ აქ რაღაც რიგზე არაა, შესასვლელთან კედელია შავი მუქი, კლდის და მან დაიყვანა ხალხი. მე გამიჭირდა ასვლა, რადგან ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს რაღაც ჩემს დახრჩობას ცდილობდა. ოღონდ მართლა არ ვაჭარბებ არანაირად. ზოგადად, როდესაც გარკვეული ჯგუფი განიცდის მუქის ზეგავლენას, ან რაიმე ნეგატიური არცის ზეგავლენას, ამ ზეგავლენას ყველა ვერ გრძნობს. ყველა განიცდის ამ ზეგავლენას, მაგრამ ყველას არ აქვს გრძნობელობა ისეთი, რომ აღიქვას. თუმცა ყველა იღებს იმ ზიანს, რა ზიანსაც იღებს ის ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერს გრძნობს. უბრალოდ, სხვები ამას ვერ გრძნობენ და გარკვეული ადამიანები ამას გრძნობენ, რადგან აღქმის უნარი მეტად განვითარებული აქვთ. ამიტომაც შენ ეს შეგრძნება ქონდა და დაინახეს, სხვებსაც ქონდათ ეს შეგრძნება და ზეგავლენა, მაგრამ სხვებმა ეს ვერ აღიქვეს უბრალოდ. ეს განსხვავება იყო იმ მომენტში თქვენ შორის. ვაგრძელებ. არის დიდი მისტიური ქვა, სადაც ატარებს მედიტაციებს. ადამიანი წვება ამ ქვაზე, კითხულობს ლოცვებს, ხელში უჭირავს მუხის ხის ტოტი და მთის ბროლი. ეს ახლა იმეორებს ძველ წარმართულ რიტუალს, რომელიც იმ კონკრეტულ ადგილზე ტარდებოდა ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე. ყველა წარმართული რიტუალი არის მუქის, რადგან ყველა წარმართული რიტუალი გულისხმობს ენერგიების ამოღებას ადამიანიდან. ან მსხვერპლშეწირვას, ხან რას და ხან რას. კარგს, რა თქმა უნდა, არაფერს. ძირითადად წარმართული რიტუალების პატერნი არის ის, რომ ერთი ადამიანის მიერ ხდება მეორე ადამიანის გაძარცვა, ენერგეტიკულად, ან სიცოცხლის წართვევა, ან ენერგიის ამოღება, ან სხვა რამ, ან სხვა რამ. შესაბამისად, იმ ადგილზე, იმ ქვაზე, იმ კონკრეტული რიტუალებით, რა პროცესებიც გაიარეთ, მაგ პროცესები ხდებოდა და შემდეგ ხდებოდა მსხვერპლშეწირვა, მაგრამ ეხლა მსხვერპლშეწირვის ნაცვლად აკეთებს სხვა პროცესს, მხოლოდ ენერგიების ამოღების პროცესს და ასევე ეჭვი მაქვს კიდევ იმ პროცესს აკეთებს, რომელსაც ყველა შავი მაგის რიტუალები აკეთებს. თავიანთ ენერგეტიკულ ეგრეგორში ჩაწერა. მოკლედ რო ვთქვა, ორ პროცესს აკეთებს. პირველი პროცესით იღებს ენერგიას ადამიანიდან და მთის ბროლში ათავსებს და მეორე პროცესი, რომელიც ყველა მსგავს რიტუალებში ხდება, განსაკუთრებით მითოლოგიურ რიტუალებში, როგორც არის ეკატეს რიტუალები, რაც ქალაქგარეთ ხდება თბილისში დღეს და სხვადასხვა რიტუალებში არის ის, რომ მათ ენერგეტიკულ ეგრეგორში წერენ და შემდეგ იყენებენ როგორც კვების წყაროდ. დაუბრუნდეთ მთის ბროლს და ცოტაოდენი გადახვევა გავაკეთოთ, რა არის კრისტალი და მთის ბროლი და მსგავსი ინსტრუმენტი რისთვის გამოიყენება. ზოგადად, კრისტალები, მთის ბროლი და მსგავსი ქვები წარმოადგენს როგორც ენერგიის შემნახველ რეზერვუარს. შესაძლებელია ადამიანის ენერგია ამოტუმბო, ან შენი ენერგია ჩატუმბო მასში და შეინახო. ეს კრისტალები, რაც ფილმებში გინახავთ, ცოტა ზღაპრულ ფილმებში რო უკიდიათ ალქაჯებს თუ სხვადასხვა მაგიურ არსებს, ან კვერთხში რომ აქვს ჩადებული, აი მაგალითად ავიღოთ შავი მაგი. და აქვს კვერთხი, რომელშიც უდევს რაღაც კრისტალი. ეს კვერთხი უბრალოდ რაღაც მაგიური ქვა კი არ არის. ეს კვერთხი არის მაგალითად იმ ვიღაც შავ მაგმა შეწირა 200 ადამიანი, 10,000 ადამიანი თუ ძალიან ძლიერი იყო და ძალაუფლება ჰქონდა ადრეულ ამბებს გიყვებით და მთელი ამ ადამიანების ენერგია ჩატუმბა ამ კვერთხში. და შემდეგ ამ კვერთხს, ამ კრისტალს, ქვას იყენებს იმისთვის, რომ გარკვეული ძალები შეივსოს და გარკვეული მაგიური манипуляციები გააკეთოს. მარტივად რომ გითხრა, შენი ენერგია აიღო და თავისი მთის ბროლის ენერგო რეზერვუარში ჩატუმბა. ეს მთის ბროლი და მუხის ტოტი არის რიტუალის ნაწილი, რომელიც იქ ტარდებოდა. გადაკეთებული აქვს, მსხვერპლად ვერ წირავს, მაგრამ ენერგიებს აგროვებს ამ მთის ბროლში. შენ რო დაწექი ქვაზე და რო ამბობ, რომ ფეხებიდან ამოვიდა ენერგიაო და თავში ავიდაო, თავში კი არ ავიდა, გამოვიდა ენერგია და შევიდა მთის ბროლში და აგროვებს. ახლა იმ მთის ბროლს ალბათ მერე იყენებს თავის ასიკეთოდ. ენერგია, რასაც იღებს, თვითონ კი არ იღებს მთლიანად, არამედ მაგ ენერგიის ნაწილს ტოვებს იქ, ნაწილს მთის ბროლში ათავსებს. მარტივად რო ვთქვა, ენერგიის ძირითადი ხონჯა რჩება იმ ქვაში, სადაც დაწექი, სადაც რო წამოწექი, მთელი შენი ჩაკრების წდომა მიეძი პირდაპირ, როგორც კვების წყაროში შეაერთო რაიმე, ისე შეერთდი შენ იმ ენერგეტიკულ ველზე, როდესაც წამოწექი და მთელი შენი ჩაკრები გადააწვინე ხერხემლით მაგ ქვაზე. ამიტომ ნაწილი ენერგიის წავიდა ქვაში, გავიდა, მიიღეს ენერგია, ნაწილი ბროლის ქვაში შავ მაგთან მივიდა და აიღო. გაყოფა ხდება ენერგიის იმ რიტუალის არსებთან, რომლის უკანაც დგანან ძველი მუქი არსები. ერთადერთი ენერგიას ვინც კარგავს, იქ მისული ადამიანია, რომელსაც გონია რაღაცა კარგს აკეთებს თავისთვის. პროცესის დროს, როგორც ამბობს, ხდება განზომილების გახსნა. განზომილების გახსნა კი არა, შენი ჩაკრების გახსნა ხდება, ენერგიები
კიბეების გადადინება ხდება და შენი ჩაკრის განზომილების კარების გაყება ხდება. Როგორც თავად ამბობს, თავის თავს ქურუმს უწოდებს. ქურუმები ვინ იყვნენ? უკვე გასაგებია, რას ემსახურებოდნენ, რას აკეთებდნენ და ასე შემდეგ. და ადამიანი რომ გიჟღერებთ, რომ ქურუმი ვარ, უნდა დაფიქრდეთ, რას გეუბნებათ და ვინ არის ამით. ამიტომ კარგად დაფიქრდით, საცდელი კურდღელივით ვის უწვევით და საერთოდ რას აკეთებთ. მსგავს მოქმედებებში იყავით გაცნობიერებული. მერე განხვალთ და უფალო შენ გეკუთვნი, შენ უფალს აღარ ეკუთვნი. შენ რომ იქ დაწექი იმ რიტუალში რომ ჩაეწერე, შენ რაც არ უნდა იძახო რომ უფალს ეკუთვნი, უფალს ვეღარ ეკუთვნი. შენ თავად, შენი გაუცნობიერებელი ნებიდან გამომდინარე, ჩაეწერე სხვაგან. ამის უნარი გაქვს რომ შენ ჩაეწერო უფალთან, ჩაეწერო სატანასთან, ჩაეწერო რომელიმე ძველ ბრჭყალებში ქალღმერთთან, რომლებიც ეხა დემონები არიან უკვე, რადგან აღარ ყავთ მიმდევრები და შიმშილით იხოცებიან და მოკლედ რიტუალები ამიტომ ხდება, რომ ძელი თემაა ეს, მაგრამ რის თქმა მინდა, შენ სადაც ჩაეწერები რიტუალით, იქ იმყოფები, ან იქ იმყოფება შენი ნაწილი და რო გამოდიხარ და მე უფალო დამიფარე და მიშველეო, უფალთან აღარ ხარ ჩაწერილი, აქ ჩაეწერი ამ რიტუალით. ეს როგორ რაღაცას გავს, იცით? ვიღაცას რო ეგონოს შვეიცარიის მოქალაქეა და ამის ნაცვლად ჩრდილოეთ კორეის მოქალაქე რო იყოს სინამდვილეში ჩაწერით და ჩრდილოეთ კორეის კანონები რომ მოქმედებდეს მასზე, რა თქმა უნდა, რადგან სადაც ეწერები ეგრეგორში, მისი კანონები მოქმედებს შენზე, რადგან შენ ამაზე განაცხადე თანხმობა. ეხლა შენ წაიკითხე თუ არა წვრილი შრიფტი, ეს არავის არ აინტერესებს. შენ მიბრძანდი იქ, წამოწექი რაღაც რიტუალებში მიიღე მონაწილეობა და შენ მოგეცა ღვთიური ნება და ეს ღვთიური ნება შენ გაკისრებს დიდ პასუხისმგებლობას შენ მოქმედებაზე და გიდებს შედეგს. ამიტომ შედეგთან იყავით ყურადღებით. ის ადგილი მართლაც არის მისტიური. თავად მაქვს ნანახი თიხის პაწაწინა დეტალები, სხვადასხვა ნივთები, ხო? იმიტომ რომ უძველესი მხარეა იქ ყოველთვის დადიოდნენ მიმდევრები, სხვადასხვა ჭურჭლებით მიქონდათ, აკვებებსაც ტოვებდნენ, ცხოველების შეწირვასაც აკეთებდნენ. ძველი ქურუმების რიტუალური ადგილია, სადაც ბევრ ჭურჭელს და კიდე ბევრ ამის პოვნა შეიძლება მაქვს, რა თქმა უნდა. ამბობს, რომ აქ ცხოვრობდნენ ამორძალები და სხვადასხვა ქურუმების რიტუალები ტარდებოდა. იმდენად თავისუფლად გრძნობს თავს ადამიანების უმეცრებაში, რომ იმასაც არ მალავს, რომ ქურუმია, იმასაც არ მალავს თუ რა ხდებოდა იქ, რიტუალშიც აღებინებს მონაწილეობას. ზოგადად მუქს უყვარს ამპარტავნება. როდესაც ხედავენ, რომ ადამიანი ექვემდებარება მათ, მერე აღარ მალავენ რაღაცებს. ნახეთ, ნებისმიერი განსხეულებული მუქის უკან დგას განკვეული არსი. ეს არსი მაქსიმალურად ცდილობს იყოს შენიღბული და თამაშობს. ამ ნიღბისთვის ის ხარჯავს დიდ ენერგიას და როდესაც ადამიანში ხედავს, რომ ადამიანი უკვე გათიშულია ისე რომ მზად არის წამოწვეს, ქვაზე რიტუალში მიიღოს მონაწილეობა და ასე შემდეგ, ის მაშინვე იხსნის ნიღაბს და ხდება ცინიკური და ბევრი ისეთი ხასიათები ვლინდება, რომელსაც უკვე ის გათიშული ადამიანი ვეღარ ამჩნევს. რატო გავავლე ეხა პარალელი? ადამიანი გიჟღერებს პირდაპირ, რომ აქ იყვნენ ამორძალებიო, მე ვარ ქურუმიო, ყველაფერი გაგიჟღერა იმისთვის, რომ იმ ქვაზე არ წამოწულიყავი, მაგრამ მან ეს იმიტომ გააჟღერა, რომ მიხვდა, რომ აღარ უნდა დახარჯოს ენერგია ნიღბის გაკეთებაზე, ამიტომ მოიხსნა ნიღაბი და როდესაც ნიღაბს იხსნის განსხეულებული მუქი, ამ ნიღბის უკან არის ცინიკური არსი. დემონი ყოველთვის ავლენს თავს მაშინ, როდესაც იცის, რომ უკვე თავი ქუდში აქვს და მაშინ იწყებს გამოვლენებას თავის და იწყებს ლაპარაკს და რომ ესეთი მაგარია, რომ ისეთია, რომ ასეთი ადამიანის სახით. და ამიტომ აღარ მალავს ეს ქურუმი ვარ, აქ ეს ხდებოდა, არ მალავს, იმიტომ რომ ითმენდა აქამდე, რომ ჩუმად იყო. მისი სუსტი წერტილი არის ხიბლი. ნებისმიერი შავი მაგიის ამოვლინების ფორმა, სახე არის ხიბლი. როდესაც თქვენ მათ ყველაფერში მიყვებით სიტუაციაში, მე უკვე ავლენს თავს და ხიბლში ვარდება, რადგან თავიდანვე ისდაც ხიბლში იყო მისი დემონი, უბრალოდ ითმენდა ამას თქვენ გამო, რომ თქვენ არ შეგემჩნიათ და როგორც კი ხედავს, რომ თქვენ გათიშული ხართ, ნიღაბს იხსნის. ამიტომ ამითაც შეგიძლიათ იცნოთ განსხეულებული მუქები, რადგან მათ უკანაც დგას, მას უჭირს ნიღბის ტარება. და როგორც კი თქვენში ხედავს, რომ გათიშული ხართ, ნიღაბს იხსნის და ავლენს თავს. ახლა განვიხილოთ ეგრეგორში ჩაწერა რა არის. მუქ ეგრეგორში ჩაწერა დაახლოებით მსგავსი პროცესი ხდება, აი ბანკში რომ მალი დაიდოთ და ყოველთვიურად თქვენი ანგარიშიდან, თქვენი ბარათიდან რო იხსნებოდეს თანხა. აი სწორედ ესე ჭრის თქვენი სასიცოცხლო ენერგიის ანგარიშიდან მუქ ეგრეგორში ჩაწერა ენერგიას. ეს როგორ უნდა გააუქმოთ? მარტივია. მარტივი არაფერი არ არის, მაგრამ როგორ უნდა გააუქმოთ? განზრახვით. გამთლიანების გვერდზე დევს უკუქმების ლოცვები და შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ რიტუალის გაუქმების მიმართ განზრახვით ის ლოცვები. განზრახვა არის მნიშვნელოვანი და ამოეწეროთ უნდა იქ, სადაც გაუცნობიერებლად ჩაეწერეთ. კარგი, ვაგრძელებ კითხავს. ამ ხეობაშივე არის უძველესი ქვის მაგიდა და სკამები, რომელსაც ქურუმების მაგიდას უწოდებს. იმ მაგიდაზე ეხა იმდენი მსხვერპლი იქნება შენაწირი, რომ ვერც წარმოიდგენ. ამ მაგიდას
კვიდის წინ სალოცავივით არის, სადაც სანთლებს ანთებენ. სანთელს ვისთვის ანთებს? სანთელი მარტო შემქმნელისთვის კი არა. სანთელი არის ინსტრუმენტი, ენერგიის გასაძლიერებლად, რასაც ილოცები. და შემქმნელისთვის აანთებ თუ მუქისთვის აანთებ, არ აქვს მაგას მნიშვნელობა. სანთელი არის ინსტრუმენტი. კიდევ არის ერთი ქვა, რომელსაც გათხოვების ქვას უწოდებენ და ხალხს სთავაზობს დაჯდნენ, თუ კი გათხოვება სურთ და რო ჯდება, დაჯდომით იღებს გათხოვებას. ეს სამყარო ისე არ არის დაპროექტებული შემქმნელის მიერ, რომ ჩვენ დავჯდეთ და მივიღოთ შედეგი. თუ სადმე ვჯდებით და ვიღებთ შედეგს, ჩვენ ვყიდით ისეთ რაღაცას, რომლის ფასი არის წარმოუდგენელი და რასაც გვაძლევს ის არის არაფერი იმასთან შედარებით, რაც მიაქვს. მან იყო წყარო, სადაც სპეციალურად ჩაგვიყვანა დალიე წყალი ნაწილაკებს შეიწავს და არა, იმ წყალში არაფერი არ იქნებოდა. ის წყალი გასუფთავებს, დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ გამდინარე წყალია, ბუნების არის და ასუფთავებს. უფრო გაგასუფთავად, რომ შემდეგ ენერგიები სუფთად აიღო. წყაროსთან რო ჩავედით, იქაც იგივენაირი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს რაღაც მაყრჩობდა. აქ ხა კიდე ისეთი მომენტიც არის, რომ უკვე მაგ რიტუალში რო იღებ მონაწილეობას, თითოეულ საფეხურზე კომუნიკაციაში შემოდიან ის არსები და ვინც ყველაზე გემრიელია, იმას ესხმიან თავს. ვისაც მეტი მგრძნობელობა აქვს, ის გრძნობს ამას და დიდი მგრძნობელობა რო აქვს, ასევე გემრიელია თავის ენერგიიდან გამომდინარე და ერთი ჯაჭვია სიტუაციურად. შენ ეს აღიქვი, ხებმა ის ვერ აღიქვეს უბრალოდ. ეს ეხდება ყველა სხვადასხვა ნიჭი აქვს, ზოგს კურნების ნიჭი აქვს. ეს განვლილი ცხოვრებებიდან გამომდინარე რა დააგროვა სულმა, ასე რომ ხო, რაც იგძენი, ის იგძენი რაც იყო. ჩემთვის უცნაური იყო ის ფაქტი, რომ წყაროდან რომ ამოვედით, თავად სახლიდან წამოღებული წყალი დალია. თავად არ ჭირდებოდა ნანოტექნოლოგიებით სავსე წყალი, სუფთა. წარმოიდგინეთ, თქვენ დაგალევინათ და თავად ვულკანის ქლორიანი წყალი დალია. ხონდა დასვა კითხვები, რატო? ის წყალი არ დალია, თქვენ დაგალევინათ, კარგიაო და თავად დალია სახლიდან წამოღებული ქლორიანი წყალი. პირდაპირ ვკითხულობ რა მოხდა. მაგ რა წყალიც მოდის, მიბმულია მაგ ტერიტორიაზე. რიტუალებში კეთდებოდა როგორც ჩანს როგორი რაღაც. სანამ ხერხს შეწირავდნენ ადამიანებს, ის ქურუმები ოდითგანვე ჯერ ალევინებდნენ მაგ წყალს და შემდეგ აყავდათ და ხერხს შეწირვას აკეთებდნენ. ეხა ეს რა თქმა უნდა ჩვენს ხერხს შეწირვას ვერ აკეთებს, მაგრამ რიტუალს იმეორებს და სხვანაირად იღებს ენერგიას. და ამიტომაც არ დალია თავად წყალი. ნახე, ცალკეულად ეხა ადამიანმა ის წყალი რო დალიოს, არაფერი არ მოუვა, მაგრამ იმ წყლის დალევა და იმ ქვაზე ასვლა და იმ პროცესებში მონაწილეობის მიღება ამ ერთმანეთთან კომბინაცია წარმოქმნის უკვე კონკრეტულ რიტუალს. ის ადგილი, ის წყალი, ის რიტუალები, რომელიც ოდითგანვე ტარდებოდა და შეიქმნა და პროგრამირდა, აი ამ კონფიგურაციით იმეორებს და თვითონ იმიტომ არ დალია, რომ საკუთარ თავს ხო არ ავნებდა. როდესაც ტურს ასრულებს, ბოლოსკენ აკეთებს მეორე მედიტაციას. ამჯერად ჯგუფურს, სადაც ასევე ამბობს ლოცვებს ჩუმად. საიდუმლო ლოცვაო, რას ლაპარაკობ? საიდუმლოა? საიდუმლო ლოცვა კი არა, ის რომ მოისმინო, რასაც კითხულობს, შოკში ჩავარდებ და ამიტომ კითხულობს ჩუმად. ამბობს საიდუმლო ლოცვაო, რომელიც მხოლოდ მე ვიცი. არავის არ მიცეთ თქვენს წინაშე ვიღაცამ რიტუალის სახით ჯბუტბუტოს რაღაც. რადგან თქვენ იქ თუ ჩერდებით, თქვენ ამას იღებთ. ეს არის შავი ქურუმული რიტუალი, რომელშიც მიგაღებინა მონაწილეობა და რომელშიც როგორც შენ მეუბნები, უამრავი ადამიანი იღებს მონაწილეობას და უამრავი ადამიანი დაყავს ამ ტურში. რაც ყველაზე საინტერესოა ამ სიტუაციაში ფაქტი არის ის, რომ მიყავს ტურში ხალხი და ამ რიტუალში აყოფინებს თავს. ესე იგი მე შეიძლება სადღაც წავიდე ტურში და შემთხვევით შესაძლოა შავ მაგიურ რიტუალში ამომაყოფინონ თავი, თუ შესაბამისი ცოდნა არ მაქვს. ხვდებით როგორი რაღაცეები ხდება? თქვენ შეიძლება შვილი გაუშვათ ტურში და შესაძლოა თქვენმა შვილმა მიიღოს მონაწილეობა შავ მაგიურ რიტუალში. ეხლა მე მაქვს კითხვა იმ ადამიანთან, ვინც ამას აკეთებს. თქვა და ჩემ შვილს ამოაყოფინე თავის გავს რიტუალში. შენი აზრით, შენ რა გელოდება ჩემგან? გარეთ ვეღარ გამოყოფ თავს. ისე ჩამოგხდი ფარდას. ყველა ჩემს რესურსს გამოვიყენებ, რაც გამაჩნია იმისთვის, რომ ვამხილო, რომ პასუხი მოვთხოვო, რომ ის გაჩერდეს. და ამ რესურსში არ გულისხმობ ძალადობას. მერწმუნეთ, ძალადობაზე ბევრად ეფექტური მეთოდები არსებობს იმისთვის, რომ ადამიანი გააჩეროთ. ღვთიური მეთოდები ყოველგვარი ძალადობის გარეშე. არანაირი ძალადობა, უბრალოდ ადამიანს ავლენ, მის სახელს აჩენ, ხელს მისნის სამეზობლოში, საზოგადოებაში, თუ სადმე დადის, თუ სადმე ვინმეს ხვდება, თუ რამეს აკეთებს, მისის სახე ვლინდება. და არ არის აუცილებელი ადამიანს დაემუქროთ, არ არის აუცილებელი ადამიანს ცუდი გაუკეთოთ. თქვენ ეს ადამიანი
უნდა ამხილოთ და ჭეშმარიტით ის ადამიანი მიიღებს იმ პასუხს საზოგადოებიდან შემდეგ რა პასუხიც უნდა მიიღოს. Რა თქმა უნდა, შვილი არ მყავს, მაგრამ რომ წარმოვიდგინე მსგავსი რაღაც წარმოუდგენელი რაღაც არის და ის ვერ იაზრებს, რომ ადრე თუ გვიან სადღაც გაყოფს თავს ისე, რომ მოეთხოვება პასუხი შესაბამისად. უბრალოდ ამას რო აკეთებ, ასეთ რიტუალს რო აკეთებ და არასრულწლოვანიც რო დადის შენს რიტუალში და შვილი რო ყავს და ფოტო რო გიდევს რო ეხუტები შენ შვილიშვილს, სხვისი შვილი და სხვისი შვილიშვილი არ გიყვარს? არ ფიქრობ იმაზე რა რიტუალში აღებინებ მონაწილეობას თქვათ და არ ხარ შავი მაგი, რაც მე ეჭვება. არ ფიქრობ იმაზე რას აკეთებ, რას თამაშო, რაზე ფიქრობ? გონია ეს ყველაფერი უბრალოდ ესე იქნება და ხალხი ისევ გაგიღიმებს და ამ შემდეგ რა თქმა უნდა ესე გგონია, იმიტომ რომ როგორც შენ ამბობ, სანამ ამ ტურში წახვიდოდი, რომელიღაც ცნობილი გადაცემაში ნახე, რომ მიწვეული იყო. აი სწორედ ამაშია პრობლემა, რომ ეს ცნობილი ხალხი და ეს ხალხი ყველასთან ერთმანეთში დადიან და ერთმანეთს არ ამოწმებენ. მე სანამ ვინმესთან ლაივში ჩავერთვები, ესე ადვილად არავისთან არ ვერთვები, სანამ თხოვს ვინმე, მაგამდე მთელ მის შემოქმედებას და მთელ მის ინფორმაციას ვინ არის, რას წარმოადგენს, ვეცნობი, რადგან შენ ვის გვერდითაც დგები და ვისაც იყენებ გვერდით, შენ ხალხს მდობას აძლევ იმ ადამიანის მიმართ. შენ იმიტომ წახვედი ამ ტურში, რომ ცნობილი გადაცემაში იყო ეს ადამიანი მიწვეული და იმათ არ აინტერესებს ეს ჩავი მაგია, რას აკეთებს, რას არ აკეთებს. ხალხი არის საერთოდ სხვა ფიქრებზე გადასული და არ აინტერესებთ მიზეზ შედეგობრივი ფაქტორები. შენ გვერდით რო იყენებ ადამიანს და მე ეს ადამიანი შენს იმიჯს რო იყენებს და მიდის და ხალხს რიტუალებში აყოფინებს თავს, შენი პასუხისმგებლობაა რომ მიყავს ჩემს მიმართ თუ ადამიანს მდობა აქვს, მე ვალდებული ვარ ჩემს გვერდით დავიყენო ის ადამიანი რომელიც სანდოა. მაგრამ დღეს ესე არ ხდება. დღეს ყველა ერთმანეთს გვერდით იყენებს. ერთმანეთთან გადაცემებში არიან და ერთმანეთთან კოლეგიალურად კომუნიკირებენ. უკაცრავად რა კოლეგიალობა? არიან ადამიანები, რომლებიც მართლა პატივსაცემები არიან და მინახავს მაგ ადამიანების გვერდით კომუნიკაციაში, რომ ის მეორე ადამიანი მისგან მოსული რუნებით მიხატვების სახეზე, რუნა დამახატა სახეზე, რუნა დამახატა სახეზე, რუნა დამახატა სახეზე, ის რიტუალი გააკეთა, ეს რიტუალი გააკეთა და ამ კარგი ადამიანის გვერდით დგას. და ამ კარგი ადამიანის გვერდით იმიტომ დგას, რომ აი ეს მდობას იპოვებს ამ კარგი ადამიანის ხარჯზე და თქვენ კარგი ადამიანი რო ხართ, ჩინი და კარგი სულიერი პიროვნება რო ხართ, არ უნდა დაიყენოთ გვერდით. საერთოდ არ უნდა დაელაპარაკოთ, რადგან თქვენ იმას რო ელაპარაკებით, სხვა ადამიანში იწვევს ის შავი მაგი მდობას თქვენ გამო და თქვენი პასუხისმგებლობაა ეს სამყაროსთვის. ამიტომ მცოდნენი, არამცოდნენი, ყველანი იყავით 7 ფხიზლში. 7 იყოს თქვენ გულებში, 7 იყოს თქვენ სულებში, უფალი გფარავდეთ. ყარად იდექით, ძლიერად იდექით, ფხიზლით იდექით, ჩანით იდექით, სისუფთავით იდექით, გონით იდექით, შეიმეცნეთ და თქვენ ვერაფერი ვერ მოგერევათ.